რუსი ტურისტები თეთრ-ნულზე ზავმა მოიყოლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში თოვლში იყო ჩარჩენილი. ამავე ინფორმაციით მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია და ზავში მოყოლილების ნაწილი მაშველებმა გამოიყვანეს. სხვა დეტალები უცნობია. თბილისში ტრადიციული შაბათის მარში იმართება. დღეს უწყვეტი პროტესტის 409 დღეა. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნებს BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნაც დაემატა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით ირანში ანტისამთავრობო აქციები სულ მცირე 100 ქალაქში და 31 პროვინციაში მიმდინარეობს. CNN-ი რუკას აქვეყნებს, სადაც პროტესტის კერებია მონიშნული. აიათოლა ალი ხამენეი დემონსტრანტებს დივერსანტებად მოიხსენიებს და წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის გასახარებლად ისინი საკუთარი ქვეყნის შენობებს ანგრევენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომის დაწყებიდან პირველად უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ხარკოვში რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეძლეს. ბალისტიკური რაკეტების განაიტრალება აქამდე ვერ ხერხდებოდა, რადგან ისინი სამიზნეს 40-90 წამში აღწევდნენ. ოკუპანტებმა სლავიანსკში დღეს 250 კილოგრამიანი მართვადი ბომბი ჩამოაგდეს, დაშავებულია 7 ადამიანი. დაბომბეს კრამატორსკის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. კიევში კი ენერგოკრიზისია, მოსახლეობას მთელი დღეა არ აქვს შუქი და გათბობა, შეფერხებით მუშაობს მეტროც.